პატარა ბავშვი დავდიოდი კალათბურთზე, ბაზალეთის ტურბაზაზე, როცა მივყავით სპორებზე, კალათბურთი. იქ იყო ერთი მწვრთნელი და დამხმარე 5 მწვრთნელი. იმათაც ეჭირა დისციპლინა, ვიცოდით რომ ავტო მართავია, ზაზა მართავია, თავის დროზე დაიძინე, თავის დროზე ჩამე, რამეს დააშავებდი, წრეს დაგარტყმებდნენ ტბის გარშემო. გიჟდებოდი ისე მიყვარდა ის. შეხუბრებულები ცოტავით, მე დავებოდით კიდევაც. სხვა საკითხებში მათ ავტორიტეტს არ ვცნობდით, მაგრამ რაც შეეხება რეჟიმს და დისციპლინას უჯერებდით. ესე არის ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის სპორტულიც, სახელოვნებოც, პატრიოტულიც და არაპატრიოტულიც. ესე არის ორგანიზებული ბანაკი. გავქრათ. თუ სხვანაირ ბანაკში ყოფილიყავ, ვინმე სადღაც უპირველეს ცეკვში, გითხარი. მეც ვეცოდი. მე აქ ბევრი ითქვა იმაზე, რომ ის ქალბატონი ცუდად იქცევა და ის ლიდერი ბიჭი ცუდად იქცევა. და ისინი გარკვეულწოდ გამონაკლისები არიან. ყველა ადამიანი ვინც ბანაკში იმყოფება, აკეთებს იმას, რომ მისი საქციელი მოეზონოს მის უფროს. დავარქვათ ამას ლიდერი, მოდი ნუ დავარქვათ ლიდერს, დავარქვათ უფროსი. თქვათ ლიდერი აკეთებს ისე, მოქმედებს ისე, რომ ეს მოეზონოს ბანაკის კოორდინატორს, ბანაკის კოორდინატორი იქცევა ისე, რომ ეს მოეზონოს ბანაკის ხელმძღვანელს. და ბანაკის ხელმძღვანელი, ბარემოს დავავადებ, ამბობენ ბანაკის ხელმძღვანელი იყო დათო კირკიკაძის მოადგილე და უბრალოდ საფულში ის მოქმედებს რომ ის მოეზონოს მის უფროსს, ის მისი უფროსი მოქმედებს ისე, რომ ის უფროსს მოეზონოს, ანუ ეს არის სისტემა იერარქიულად მეჩევა. მარტო ვაკელებს კი არის ზოგადად და ქუთაისელები მარტო ქუთაისელებს კი არ ხდება. ისეთი ხდებიან უფრო უკეთესი მცოდნეები თავის ქვეყნის. მათ შორის ეროვნული უმცირესობების, მათ შორის თავისი თანამოქალაქეების სხვა რაიონები და აქვს ცოცხალი კონტაქტის საშუალება ეს თქვი. თორემ პატრიოტიზმს ვერ ასწავლე ვერც 10 დღეში, ვერც 2 თვეში. და ეს ვერც 6 წელიწადში ამაში ჭირდება ჩამოყალიბებული განათლების სისტემა, რომელიც ამაზე მუშაობს. პატრიოტიზმი არც მარტო ლადო ასათიანის ლექსებია და არც მარტო ვაჟას სტატია პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. ვერაფერ კომპლექსური პრობლემაა და ეს ბანაკი არის სახავს მიზნად პატრიოტიზმის სწავლება განახორციელოს. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანმა უკეთ გაიწყოს თავის ქვეყანა. პატრიოტიზმი არ უნდა აგვერიოს ნაციონალიზმში. და შეკითხვა მაქვს ლაშასთან, ბატონ ლაშასთან და როგორ შეიძლება საქართველოში ეს პატრიოტიზმი გაიმიჯნოს ნაციონალიზმისგან და თუ შეიძლება როგორ იქნება ეს მაგალითად. სალომე, თქვენ როგორ ფიქრობთ ის თაობა, რომელიც თქვენ ფილმში ასახეთ? ეს არის ესე ვთქვათ დაკარგული, დაღუპული თაობა, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. ანუ მას მოელის იგივე, რაც ჩვენ შაშან ნახეთ. დაყაროს იარაღი მტრის წინაშე, იხოხოს მიაყენოს შეურაცხყოფა სახელმწიფო სიმბოლიკას. შეკითხვა ლაშასთან. ლაშა როგორ ფიქრობთ, აი ინდივიდუალური განცდა პატრიოტიზმისა თუ ის გაერკვევა ლიბერალურ საფენილში, ეს თავად ლიბერალიზმის როგორც იდეოლოგიის დისკრედიტაციას გამოიწვევს თუ არა და ბატონ გოგასთან შეკითხვა. ბატონ გოგა, თქვენ ამბობთ პატრიოტიზმის სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ კონსტიტუცია, რომელიც 95 წელს მიიღეს, ეს იყო პოლიტიკური კორუფციის შედეგად მიღებული კონსტიტუცია და ეს იყო ადამიანები, რომლებიც ანტიკონსტიტუციის ხას უსვამ 2005 წელს პარლამენტის დადგენილებით შეფასებული ანტიკონსტიტუციური შერაგებული სახელმწიფო გადატრიალებით მოსული ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია. ჩვენ მივესალმოთ ამ კონსტიტუციას? როცა აგდებულად ველაპარაკება თვითონ ლიდერი, რაც ძალიან ნათლად ჩანს, ან ამადაშია პრობლემა და კიდევ ლიდერების შერჩევაში ჩემი აზრით, მაგალითად ჩემ ბიძას იყო ლიდერად და მას არ გაუვლია არანაირი კურსები, მოკლედ ყავდა ვიღაცა, რომელსაც ჩაუწოდა წაიყვანა და როცა მეკითხებოდი რა მოგეწონა და რაღაცა პირდაპირ ციტირებას ვაკეთებ, აუ ძალიან მაგარია, როცა ბავშვებს არჩევობთ. შეიძლება ვიღაცებს რაღაცა მოგეჩვენოთ დრამატიზირებული, თუმცა ეს იყო ის, რაც იქ ხდებოდა უბრალოდ ერთად შეკუჩებული ფილმში. და დაკარგულ თაობაზე მკითხეს, არ ჩემი აზრით ადამიანი ყოველთვის იცვლება და ის ყოველთვის იღებს ახალ ინფორმაციას ხოლმე მე მგონია რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ კიდე პატრიოტიზმზე და ნაციონალიზმზე და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ სხვაგანაც თქვი და ახლაც გამიმეორებ ჩვენ ჯერჯერობით ვართ 18 წლის როგორც სახელმწიფო და როდესაც არ გაქვს სახელმწიფო და არ ქონდა ამდენი ხანი სახელმწიფო 200 წელიწადია ბუნებრივია რომ ეს თემები რაღაცნაირად გახელებს. მართალია ზედაპირულად გვაღელებს ჩვენ ეს თემებიც, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენი პრობლემა არის რეალურად ზედაპირულობაში. და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ რაღაც რომ გიყვარდეს უნდა იცოდე რა არის ეს საგანს უნდა იცოდე. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რეალურად რასთან გვაქვს საქმე, გულისხმობ ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს აწმყოსაც, თუნდაც ჩვენს უახლეს ისტორიას, თუნდაც იმ 20 წელიწადს რომელიც გავიარეთ და ამ შემთხვევაში ამიტომაც ვrჩებით აი ამ პათეტიკურ ტალღაზე. პირველ რიგში ყველა შემთხვევაში გამოსავალი არის აგერ გიგითევზაძე
ერთ-ერთი უჩვენესი ადამიანია საქართველოში. პრობლემა არის განათლების სისტემაში, ცხადია არის განათლებაში და განმავლობაში არის პრობლემა. რეალურად აი ეს ტერმინებიც ასეთი მტკივნეული, ასეთი გამაღიზიანებელი, ასეთი პათეტიკური აღარ იქნება, როდესაც ჩვენ გავერკვევით რეალურად ჩვენს თავებში, ჩვენს ისტორიაში, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მოილიეს 3-4 საუკუნის წინ, დამჯერეთ რომ ნაციონალიზმზე და პატრიოტიზმზე, ამ ტერმინებსაც აღარ ხმარობენ. მე მგონი ძალიან კარგი იქნება აი ეს ფილმი, რომელიც სალომემ დღეს უჩვენოთ საქართველოს მთავრობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება მთავრობის წევრებმა დაიცვან პატრიოტთა ბანაკები ისე როგორც ბატონმა გოგამ დაიცვა და თვალხელთან ცოტა გამიკვირდა ამ ფილმის ნახვის მერე იდეა შესანიშნავია, მაგრამ გულის სიღრმეში ყველა ჩავარდება უხერხულ მდგომარეობაში. რადგანაც ჩვენ მართლა უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა ჩვენ. თუ ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც მორჩილი ადამიანები იქნებიან და ერთ დაძახებაზე რაზმში დამწყევდებიან, არის ასეთი ქვეყნები, კი ბატონო, მით უმეტეს ქვეყანაში ისეთ სიტუაცია შეიძლება ეს სწორიც იყოს, არ ვიცი, ოღონდ ეს მუცველად უნდა გითხრა, რომ ვიცოდეთ და ამაზე ვიკამათოთ. თუ ჩვენ გვინდა თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი და განათლებული ადამიანები და აი ამ პატრიოტთა ბანაკებში ჩვენ ვზრდით არა დისციპლინას, არა ლიდერი ყოველთვის მართალიას, არა იმას არც მე სხვა აღზრდა იქ ვერ დავინახე, არამედ მართლაც განათლებულ იმ ერთი თვის განმავლობაში და არსებობს უამრავი ფორმა, მეთოდი იგივე საფრანგეთში, ხო, ადამიანებს მიანიჭო თამაშით განათლება, მივცეთ უფლება რომ ბუჩქებში შევიდნენ, მე საერთოდ მომხრევა რომ ბუჩქი არის მთავარი, აი ამ პატრიოტთა ბანაკებში, ეს იქნება ყველაზე კარგი და როცა მე მოვისმინე პირველად მიხეილ სააკაშვილისგან მისი ეს ცნობილი ფრაზა აღფრთოვანი რა კარგი არის, ძლივს ახალგაზრდებს საშუალება იქნება ზაფხული გაატარონ ერთად. მაგრამ ბუჩქების მაგურად მაპატიეთ მე მივიღე სრულიად საშინელი სპექტაკლი, კი, რა თქმა უნდა, ჩვენი რეჟისორებით გავენ ასეთ სპექტაკლებს, მაგრამ ასეთსაც მე მგონი მაინც არა, რომ რაც და თქვენ ბრძანეთ, ბატონო გუკა, რომ აი ქცივი არახს აღარ ხმარობენო, მე თუ მკითხავ, ეს ბევრად უფრო საშიშია და ბევრად უარესია, რომ აი ამ სპექტაკლში მონაწილეობენ ეს ბავშვები, ვიდრე ცივი არახის ხმარება. საბოლოო ჯამში, აი ამ ქალის ყურების დროს მე კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კანონიერი კურდის ინსტიტუტი საქართველოში თითქოს აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სახეშეცვლილი კანონიერი კურდება აი ამ პიონერთა ბანაკებში, სადაც ეთნიკური ნაციონალიზმი არ იყო ნამდვილად, არ იყო ერების შეურაცხყოფა ნამდვილად, მაგრამ აპატიეთ მე არტექსში ვიყავი პიონერთა ბანაკში, ბავშვობაში არ მინდოდა ეს შედარება, იმიტომ რომ მართლა უხეში ანალოგია, მაგრამ არც არტექსში იყო, იქაც გვასწავლიდნენ, რომ ყველა ერი თანასწორია, რომ არ შეიძლება სხვისი შეურაცხყოფა და რომ ლიდერი მართალია. პიონერთა ბანაკი იყო არტეკი. მე დიდი განსხვავება ვერ დავინახე ამ ორ ბანაკს შორის.